ეს მართლა რადიკალური ცვლილება იყო და ძალიან მტკივნეული. ეხლაც კი როცა 5 თვიანი სწავლის მერე შევიცვალე პროფესია და ვამბობ რომ აქ ახალი პროფესია წავედი ჩემი საქმიდან თვითონ ამ წინადადების თქმა რომ წავედი ჟურნალისტიკიდან ძალიან მტკივნეულია. ძალიან კარგად ვიყავი, კარიერულადაც წინ მივდიოდი, ბოლოს იქ ვიყავი, სადაც აი ძალიან სიამოვნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პირობებში მუშაობდით, დაგვსდევდნენ, გვამწყავდნენ, გვაფურთხებდნენ. საერთოდ დაშვებაც არ მქონდა, რატომ უნდა შემეცვალა პროფესია. 2023-ში წამოვედი ფორმულადან, იმიტომ რომ იქ იყო ფინანსური კრიზისი, ისევ ხელისუფლების მიერ შექმნილი და რაღაც პერიოდი უძლევდი, მერე ვეღარ გავუწელი და წამოვედი. ძალიან ოპტიმისტურად მეგონა რომ ჩემი გამოცდილები ჟურნალისტიკაში, PR-ში ვიპოვიდი სამსახურს, მაგრამ ყველგან მიღიმოდნენ რომ მაიმე როგორი კადრი ხარ და ჩვენთვის პატივია და რაღაცა ძირითადად PR-ში ვეძებდი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მივხვდი რომ ჟურნალისტიკაში ან სამთავრობო მედიაში უნდა გემუშაო, რასაც არ ვიზავდი და ან კრიტიკულ მედიაში ხედავდი, რასაც უშვებოდნენ კრიტიკულ მედიას. PR-შიც ყველა კარი დახურული იყო ჩემი სივით ადამიანისთვის, თორე ისე მივხვდი რომ აზრი არ ქონდა რა, მე არ მიმიღებდნენ რაღაცა, ისე ვიყავი. არა, სანამ მივხვდი რომ სხვა პროფესია უნდა მეძებნა, უკვე ცოტა დეპრესიული გავხდი და ეს ნიშნები შევატყო ჩემ თავს, მაგრამ შევძელი რომ გადამელახე ეს ყველაფერი. არ მიმართავ სპეციალისტისთვის რაღაცა, ჩემ თავს უთხრა რომ ეხლა შენ ამის უբუნება არ გაქვს. ჩემი ბინა სადაც ცხოვრობდი, გავაქირავე, გადავედი ჩემ ოჯახთან, იქ ცხოვრობდი და ეხაც იქ ცხოვრობ და დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი. რა უნდა აკეთო საზღვარგარეთ დღეს ჟურნალისტად, არავინ არ მომუშავებს მე ტელევიზიაში. ხო, როგორც ყველა ემიგრანტი, ან უნდა მოვუარო მოხუც, ან უნდა დაალაგო რაღაცა. სამწუხაროდ ხომ მე ჩემი ჯანმრთელობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ფიზიკურად მოხუც მოვუარო, მძიმე ავწიო, ღამე გავათენო ასე შემდეგ და ბოლოს აი მანდ უკვე დავიწყე ფიქრი, რომ შენ ვერ გადარჩები ნინო, ესე მარტო ბინის გაქირავებით. იყო ორი ვარიანტი, რაც ორადორი ვარიანტი, რასაც ვფიქრობდი, რომ გავაკეთებდი თუ არა ჟურნალისტიკა. ამ ორიდან ავირჩიე ეს ინტერიერის დიზაინი. ეს მართლა რადიკალური ცვლილება იყო და ძალიან მტკივნეული. აი რომ მკითხოს ვიხარ, მაინც ვიტყვი რომ ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა. ყოველთვის.